მეკითხებიან როგორ გვარდება პენსიის საკითხი და თუ საქართველოში წახვალთ იმ შემთხვევაში რომ ამდენი წელი ესპანეთში გაქვთ ნამუშევარი თუ შეგიძლიათ ეს პენსია საქართველოში წაიღოთ. იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ ხართ ესპანეთის მოქალაქე, თქვენ ავტომატურად აუცილებლად შეგიძლიათ აიღოთ პენსია აქ მოითხოვოთ, ოღონდ პენსიო no contributivo, რაც არის არაკონტრიბუციული პენსია, თუმცა როგორც კი საქართველოში წახვალთ, თქვენ უნდა აცნობოთ სეგურიტატ სოციალს იმასთან დაკავშირებით, რომ პენსია არ გრძელდება, იმიტომ რომ ვერ აიღებთ საქართველოში, მაგრამ თუ თქვენ აიღებთ ესპანეთის მოქალაქეობას, ამ შემთხვევაში სიტუაცია განსხვავებულია. პენსია სრულად კონტრიბუტივას ვერ მოითხოვთ, თუ არ გაქვთ ნამუშევარი მინიმუმ 35 წელი. და ბევრი სიტუაცია ასევე კიდევ, რომელიც 65 წლისა ადამიანი და შავად უწევს მუშაობა იმის გამო, რომ პენსიაც აიღოს. ესაც ცალკე საკითხია. ამიტომაც გავს სიტუაციების მოგვარება თუ გსურთ და იურიდიული კონსულტაცია, მაშინ მომწერეთ პირადში, ქვევით დართულ ნომერზეც ასევე და მე მზად ვარ ყველა თემაში დაგეხმაროთ. პატივისცემით თქვენი იურისტი ლუკა როსტომაშვილი.